16 აპრილს ძალაში შევიდა ცვლილება გრანტების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც გრანტის გაცემისთვის საჭირო გახდა მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობა. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი დაუშვებელია და ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას გრანტის თანხის ორმაგი ოდენობით. გრანტის გაცემის და მიღების მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო. საჯარო უწყებებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან ბიურო უფლებამოსილია კანონის ფარგლებში გამოითხოვოს ფინანსური დოკუმენტაცია, გამოკითხოს პირი, დაკითხოს პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ტიპის ინფორმაცია საჯარო უწყებებიდან, იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან და განახორციელოს კანონით სხვა დადგენილი უფლებამოსილებები. ამავდროულად ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებს 3 თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს აღნიშნული ვადა გაახანგრძლიოს კიდევ 3 თვით. ფიზიკურ პირს, რომელსაც შეიძლება მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია, ნებაყოფლობით გამოიკითხოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ. გამოკითხვისას შესაძლებელი არის გამოყენებული იქნეს ხმის ან და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებები. გამოკითხვა შესაძლებელია დისტანციურადაც. ანტიკორუფციული ბიურო ამ შემთხვევაში ვალდებულია პირს მიაწოდოს ინფორმაცია. პირი არ არის ვალდებული წარადგინოს იძულებით რაიმე სახის დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, ან და თავისი ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ მისცეს რაიმე ინფორმაცია. სრულჩვენების წარდგენის შემთხვევაში პირის ნებაყოფლობით გამოკითხვის ან მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემთხვევაში განსაზღვრული არის ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში ორმაგი ოდენობით. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოკრუგს, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის რაიონულ სასამართლოს. სასამართლო საქმის მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ასევე 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 5 კალენდარულ დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადაც საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში. ამასთანავე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 5 დღისა და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც არის საბოლოო და აღარ საჩივრდება. სასამართლო ვალდებული არის არაუგვიანეს მომდევნო დღის 12 საათისა მხარეს წარუდგინოს გადაწყვეტილება საქმის მასალებთან ერთად. ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად ყადაღა დაადოს სამართალდარღვევის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედება და ეგზავნება ოქმთან ერთად სასამართლოს დასამტკიცებლად. ყადაღის დადების საკითხს სასამართლო განიხილავს საქმის მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოც საქმეს განიხილავს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. ამასთან გადაწყვეტილება მხარეს უნდა ჩააბარდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 12 საათისა. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყადაღის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.